გია ყანჩელის მემკვიდრეობა მე-20 საუკუნის კულტურის კონტექსტში. ამ სახელწოდების სამეცნიერო კონფერენცია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში დღეს გაიმართა. ღონისძიება ცნობილი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის დაბადებიდან 90 წლის თავს მიეძღვნა. კონფერენცია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა მარინა ქავთარაძემ გახსნა. გია ყანჩელის ოპერის ახალი სიცოცხლე, ქართული საგალობლის კონცეპტი და მისი მოდიფიკაციები გია ყანჩელის შემოქმედებაში, გია ყანჩელი და სიმფონია. ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც კონფერენციის მონაწილეებმა მოხსენებები წარადგინეს. აქ შეკრებილები ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის ცხოვრებას იხსენებდნენ და მის უდიდეს ღვაწლზე საუბრობდნენ. წლევანდელი წელი გია ყანჩელის საიუბილეო წელია. მას 90 წელი შეუსრულდებოდა. კონსერვატორია აღნიშნა ეს თარიღი სამეცნიერო კონფერენციით, რომელიც მუსიკის ისტორიის მიმართულების ინიციატივით იყო განხორციელებული. ცხადია, რომ თემატიკა სრულად დაკავშირებული იყო გია ყანჩელის შემოქმედებასთან, მის ფენომენთან, მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობის მიმოხილვასთან და საკმაოდ საინტერესო პრობლემატიკა გამოიკვეთა, რომელიც მოიცავდა სხვადასხვა ასპექტებს ჩვენი საამაყო კომპოზიტორის შემოქმედებიდან. ის რომ გია ყანჩელის შემოქმედება აღიარებული და პოპულარული შემთხვევითი ამბავი არ არის და არა მარტო საქართველოში, არამედ დასავლეთის სამყაროშიც და ეს მარტო იმით არ არის განპირობებული, რომ ის 90-იანი წლებიდან მოყოლებული ევროპაში ცხოვრობდა. მისი მუსიკა არის იმდენად ინდივიდუალური, იმდენად მკაფიოდ გამოკვეთილი ხელწერით გამორჩეული, რომ ცნობადია როგორც ყანჩელისეული სტილი, რომელიც განსაკუთრებული კომუნიკაბელური და მუსიკალური ენის სიმარტივითაც ხასიათდება. თუმცა ეს სიმარტივე მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ესეთი მაცდურია, იმიტომ რომ ის თემები, ის პრობლემატიკა, რომელზეც ის გვესაუბრება, რთული და მარადიული თემატიკას მოიცავს. ყანჩელი აღიარებული კომპოზიტორია საქართველოში უპირველეს ყოვლისა მისი კინო და სათეატრო მუსიკით, მაგრამ დასავლეთში ის უფრო მეტად მისი აკადემიური მუსიკის სფეროთი არის გამორჩეული. კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო არა მარტო კონსერვატორიისთვის, არამედ ზოგადად საქართველოსთვის. გია ყანჩელის ფიგურა არა მარტო ლოკალურ ხასიათს ატარებს, მისი სახელი და მისი შემოქმედება გასცდა საქართველოს ფარგლებს და ძალიან მნიშვნელოვანია მისი შემოქმედების, ისევე როგორც სხვა გენიოსი ქართველი კომპოზიტორების კვლევა, რა თქმა უნდა, ევროპელ და სხვა ამერიკელ თუნდაც კომპოზიტორების და მუსიკასთან ერთად, მაგრამ ეროვნული შემოქმედების კვლევა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია და ამ თვალსაზრისით ორმაგი დატვირთვა აქვს ამ კონფერენციას.